მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებათ საპროტესტო აუდიტორია. დღესაც პროტესტის 152 დღეს ისევ კვლავ აქ ვართ და ვატარებთ საინტერესო ლექციას. დღეს გვეყოლება მომხსენებელი შმაგი სამხარაძე. საინტერესო საღამოს გისურვებ. წარმატებები. დიდი მადლობა, კარგად ისმის. დიახ, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ჩვენი თემა არის დღეს სოციალურ ქსელებში პოზიციონირება და აქედან გამომდინარე ის პრობლემები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ანუ ეს რუსული პროპაგანდა და ამ ყველაფრის ნიაღვარი თანამედროვე ამ ხელოვნური ინტელექტის და სოციმედიის სამყაროში, ამასთან როგორ უნდა მოვახერხოთ იმ პროცესში, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართა და ჩვენს ქვეყანას ემართება, სწორი პოზიციონირება და როგორ ავაწყოთ საკუთარი გვერდი. სანამ დავიწყებდე უშუალოდ ახლა ისეთი სიმართლე გითხრათ, რომ სალექციო ესეთი კურსი პოინტებად აწყობილი არ არის, მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ აი ამ გამოცდილებას. ახლა ხანს ვიყავით დასავლეთ საქართველოში, იმერეთში და ჩვენ ხედავთ, რომ ყველანაირად მოცდა მოახერხეს, ასე ვთქვათ, მედიის გაჩერება, რაღაცნაირად ლოკალიზება და მოახერხეს ის, რომ რეგიონების ხმა საერთოდ არის მის არა და რომ იცოდეთ, უფრო მეტად არის უკმაყოფილება რეგიონებში და უფრო მეტი ისეთი საკითხებია, რომელიც წარმოადგენა არ გვაქვს ჩვენ დედაქალაქში. ისეთი პრობლემური საკითხები და ისეთი ფუნდამენტური საკითხები დგას რეგიონებში, რასაც ჩვენ დღეს ვერ ხედავთ და აუცილებლად ამას ემატება ის, რომ რეჟიმის სისტემა ახერხებს იმას, რომ ამ ერთმანეთთან ყოფს და ერთმანეთს არ გვესმის. მაშინ როცა აგროვილი არის პროტესტი დედაქალაქში, რეგიონებში ყველგან და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, ის მოდის საერთო ხმა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთად, ყველას ერთად ექნება პრობლემები. აი ამ ურსკულში რომელშიც ახლა მივდივართ, ხო ყველა შეგვეხება, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, გენდერს, ყველას იქნება ეს მოგვიახლოვდა მარში, რასაც ველოდებოდით. დიახ. დაველოდოთ თუ გავაგზავნოთ. დიახ, დავიწყოთ მაშინ იქიდან, რომ აი ჩემ პირად გამოცდილებას მომყვებით, მე ვაშუქებდი სოციმედიაში, ასე ვთქვათ, დიდად მოყვარული არ ვიყავი და როგორ აეწყო ეს ყველაფერი, ბუნებრივად ახლა მინდა მოგიყვეთ, რომ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ჩემთან იყო ეს ერთი ბლოგერი, როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, ერთ-ერთი ბლოგერი იყო TikTok-ზე არც ვიყავი დარეგისტრირებული, ჩამოვიდა ეს აფხაზი იყო, მე ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ოსი, მე ერთი ჩერკეზი ჩამოვიდა და რაღაცნაირად ამ სახში სოციმედიის საშუალებით ვახერხებდი დიდი ყურადღების მიპყრობას, არაპროფესიონალურად. მე ამას დაემატა ის, რომ TikTok-მა რაღაცნაირად მოახერხა იზოლირება, ასე ვთქვათ, რუსეთის, ანუ რუსეთში თუ კი ვიღაც TikTok-ს იღებს, ის არის განკუთვნილი რუსებისთვის. ჩვენ მაგას ვერ ვხედავთ. და პირიქით და მოხდა ის, რომ რაკიღა აფხაზეთს აღიქვამდა საქართველოს ტერიტორიის ნაწილად, აფხაზები, რომლებიც შედიოდნენ TikTok-ში, მანამდე ხედავდნენ თორიუში სიტყვაზე, იქით რა ქვია, სოჭას, კრასნოდარის მხარეს და მოსკოვს. უფრო მეტად თან კიდე რუსული ენიდან გამომდინარე ესეთი ალგორითმი აქვს, რომ უფრო მეტად უგდებდა იმათ ინფორმაციას. როგორც კი ეს ყველაფერი დაიკეტა, მათ უკვე დაიწყო უგდებდა რა ხდებოდა ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და ამ პროცესში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის საშუალება იმისთვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დიალოგის დაწყება, იმიტომ რომ ყველაფერი იქ პოლიტიკურად მოხდა ისე, რომ მოახდინეს სრული ყველა პროექტების დახურვა, მივლენილი იყო ესეთი ინალარძიმბა, რომელმაც ყველანაირად ასე ვთქვათ, ეს სხვა სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილში რაც იყო პროექტების ყველაფერის დახურვა და ერთადერთი არის სოციმედია, ხო, სადაც შეგვეძლო უშუალოდ პირდაპირ ლაივებში გასვლით. ლაივებში გასვლით რაღაც ვიდეო კონტენტის წარმოება შეგვეძლო რაღაცნაირად გვეწარმოებინა ესე თქვი ანტირუსული პროპაგანდა აფხაზებთან და ეგ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ხო, ქართველებთან. აველოდოთ მე მგონი, ხო, ჯობიათ. აველოდოთ და მოგვიახლოვდა მეგობრებო მარში და ცოტა ხანში გავაგრძელებთ. დიახ, მაშინ ესე ვქნათ, პირდაპირ დავიწყებ, ჩემს გავაგრძელებ ჩემს გამოცდილებაზე საუბარს.
და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ აი ხშირად ჩემი თავარი ამოცანა იყო ანალიზი, ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესების ანალიზი და რაღაცნაირად ბევრს სკროლავდი, ვაკვირდებოდი, რაღაც ვიდეო პასუხებს წერდით, რაღაც პირდაპირ ეთერში გავდიოდით და ამას შევამჩნი ერთი ესეთი უცნაური მომენტები, როდესაც ხედავდი მასიურად სიტყვაზე თუ როგორ იყენებდა თავიდან ესეთი გულუბრყილო რაღაც გასართობ პლატფორმებს, როგორიც არის დაუშვათ TikTok-ი, როგორ იყენებდა ამას რაღაც message box-ებზე გასავრცელებლად სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ჯგუფების ენაზე პროპაგანდა. იმიტომ რომ აი ეთქვავოდა რომ რაღაც მაგალითად სიტყვაზე გამოყენებული იყო ტრამპის ხმა მაგალითად და მე ამას რომ ამოწმებდი რაღაცა მოუწოდებდა პირადი აჟანყებისკენ ინგლისურად რაღაც ამ გვერდზე ამერიკელებს და რომ ნახულობდი ტრამპს ეს არცად არ ქონდა ნათქვამი. და მე მივხვდი რომ ხელოვნური ინტელექტი ახერხებს იმას რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხმაზე საიდანაც ეს მოდიოდა ჩვენ კი მივხვდი საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ქართულად სხვადასხვა ენებზე ახერხებდა იმას რომ ადამიანებში 25 კადრად რაღაცებს ნერგავდა მიზანი მიმართულად და მე ეს უკვე გადავიდა დაორგანიზებულად ხდებოდა რაღაც სხვადასხვა ჯგუფები იქნებოდა სხვადასხვა ადამიანები ჩნდებოდა რომლებიც აი რაღაცნაირად სხვადასხვა სტილში ავრცელებდნენ message box-ებს ხო ხო და აქედან გამომდინარე მეთქი ახლა გამიკვირდა რომ ხა არის TikTok-ი არის სადაც უნდა გაერთონ ახალგაზრდები ხო რაღაც მაგრამ მე მივხვდი რომ ფლორისტი იქნებოდა თუ რაღაცა ფეხბურთის მოყვარული თუ სხვა რაღაცა ანუ აქ დამატებით პოლიტიკური მესიჯებიც იყო გაჟღერებული მეც ახლა ჩემ თავზე მოვყვები პირადად ჩემი პროფესია არის საერთაშორისო ურთიერთობები სწავლობდი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე და სინამდვილეში ჩემი პროფესიის არტიკულირება, ანუ ჩემი პროფესიის საზოგადოებისთვის მიწოდება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ინსტიტუტებიდან გამომდინარე. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიურ ენაზე უნდა ახდენდეს საზოგადოების ინფორმირებას. ეს არის აკადემიური წრეები, იქნება ეს კერძო თუ საჯარო, რომელიც უნდა უხსნეს მაგალითად ახლა შეიძლება ადამიანი იყოს სპორტსმენი და არ იყოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებაში ჩახედული, მაგრამ იმან ინფორმაცია რომ მიიღოს ამას უნდა ახერხებდეს ჟურნალისტიკა, აკადემიური წრე, რომელიც შეისწავლის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს და ამას უნდა უნივერსიტეტები და ამას უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ინსტიტუტებით, ხო? მაგრამ მოხდა ის, რომ რაკიღა აი ეს ტრადიციული მედია არის აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ნაკლებ ყურადღებაში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას გავაშნია სმარტფონები, ბევრს სკროლავთ და მოხდა რაღაცნაირად ვერ ახერხებდა ვერც მედია, ვერც ეს აკადემიური წრეები და ვერც საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ინსტიტუტები ვერ ახერხებდა მსოფლიოში და რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ენაზე გადმოთარგმნილ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. დავინახე რომ ინდივიდუალურად სხვადასხვა ადამიანები, რომელსაც არ გააჩნიათ კონკრეტული პროფესია, ამას ახერხებდნენ ძალიან ასეთი დალაგებული მესეჯები სხვადასხვა ენაზე. აი იქნებოდა მაგალითად ქუჩის ენაზე, იქნებოდა ვიღაც ქალბატონის ენაზე, რომელიც ბაზარში ზის და იქ საუბრობს რაღაცა ძალიან ბევრი ნახვები ჰქონდა ამ ვიდეოს და თავიდან ბოლომდე გაშლილი იყო ან სამთავრობო პროპაგანდა, ან რუსული პროპაგანდა. საბოლოო ჯამში ახლა ეს ყველაფერი დალაგდება მივა იქამდე, რომ საბოლოო ჯამში მაინც ეს მედია იქნება, ეს ინსტიტუტები იქნება, ყველაფერი ესენი აუგებენ ფეხს სოციმედიას და დალაგდებიან და შეასრულებენ საკუთარ ფუნქციას. იქნება ეს ჯანდაცვის სფეროს მიმართულება, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური და პოლიტიკური სფეროს მიმართულება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიცით მაგალითად ვაკვირდები, რომ ბევრი დასავლეთის უნივერსიტეტები ლექციები გადის YouTube-ზე გადის პირდაპირ ეთერში, TikTok-ში და ანუ ავალდებულებენ, უკვე აკეთებენ ისეთ რაღაცას, რომ ის ლექტორი იქნება, სტუდენტები იქნება, მაქსიმალურად ითვისებენ აი ამ სოციალურ მედიას, რომ საზოგადოება მიაწოდონ ინფორმაცია. ჩვენთან ეს რაღაცა ჯერ არ მომხდარა და პროცესში არის, შოკში არის და ასე ვთქვათ, ძალიან დიდ კრიზისში არის ჩვენი მედია და ყველა ინსტიტუტი არის ჩამოშლის პირას. ეხლა აქ რაც ხდება, ძალიან დიდი ემოცია არის, ყველას კარგად ხედავთ, მაგრამ ქვეყანაში ეს არის რაღაცა ცალკე პატარა ყუთი, რომელიც ადამიანები ვერ ხედავენ. ჩვენ ახლა ვინც ვართ, აქ მოვდივართ, რაღაცებს ვაზიარებთ, ვალაიკებთ, წერთ, მაგრამ რაღაცნაირად სისტემა და ალგორითმი ახერხებს იმას, რომ ამ ყველაფერს ვამს ერთ ყუთში, რომლის უკვე შედეგი და რომლის ასე ვთქვათ, საზოგადოებამდე ინფორმაციის, ანუ წონა საზოგადოებაში არის არაღემატება, შეიძლება გაიკვირდეთ, არაღემატება 2-5%-ს. ეხლა რო ჩახვიდეთ მაგალითად და ისაუბროთ, ან თუნდაც თბილისშიც ისაუბროთ, გახვიდეთ ყველგან ის რაც ახლა ჩვენ აქ საუბრობთ, ლაპარაკობთ, ვიზიარებთ, ამდენი ადამიანი არის შეკრებილი, ეს ინფორმაცია ადამიანებამდე არ აღწევს და ამას კარგად ახერხებს ალგორითმი.
შემდეგი ნაწილი ახლა რაზედაც მინდა ვისაუბრო, არის აი ეს ამ როგორ პასუხობთ, ან როგორ უნდა მოხდეს პოზიციონირება, ხო? ჩემ შემთხვევაში აკიღა ეს ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, მე რაღაც მომენტში დავიწყე რაღაცების ანალიზი და ამ ანალიზის პროცესში მივხვდი, რომ რაღაცნაირად ხან ხშირად გიყურებს ადამიანები, ხან არ გიყურებენ, ხან და იქ თავის ის აქვს პროცენტული მაჩვენებელი თუ რა მომენტში გიყურებს და რა დროს არ გიყურებს. და ანუ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერს გააჩნია საკუთარი ჩემი პირადი გამოცდილება არის ის, რომ არსებობს რაღაცა პირველი ვიდეოს პირველი წამნახევრიდან 3 წამამდე, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვიზუალური დატვირთვა და რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ ადამიანი რომელიც სკროლავს, როგორც მინიმუმ უნდა გაჩერდეს, რომ აი წამოიყოლოს შემდეგ 10 წამში. პირველი 3 წამი შეიძლება იყოს რაღაც ან ცნობადი ადამიანი შეიძლება იყოს, თუ არ არის ცნობადი ადამიანი, მან უნდა გამოიყენოს ან სხვა ცნობადი ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზა, ან უნდა გამოიყენოს რაღაც ეფექტი. შენ შემთხვევაში მაგალითად ესეთი მომენტი იყო, რომ დავუშვათ ვაანალიზებდი, ვაკვირდებოდი თუ როგორ მუშაობს სამთავრობო პროპაგანდა და რუსული პროპაგანდა სხვადასხვა ენების ჯგუფებზე და რომელი ვიდეო გავარდა ყველაზე მეტად. ერთ მაგალითს მოვიყვებით, ეხლა ეს ნეგატივი არის ესეთი რეგიონული ტელევიზია, სოციმედიაშიც არის დასავლეთ საქართველოში იმერეთში. და ესეთი მოკლედ ქალბატონი ზის ბაზარში და ამბობს ესეთ რაღაცას რა, ანუ თავიდან ამბობს იმას, რომ ეს აქციების გაშავების ვიდეო იყო და 2 მილიონამდე ნახვა ჰქონდა, 30000 ლაიკი, რაღაც ძალიან ბევრი გამახმაურება ჰქონდა სოციალებში. ამას ესეთ რაღაცას რომ რა ქვიაო, ისო ადამიანებიო იქ რომ დადიანო, ხო, ან მიაუს იზახიანო, ან ნარკომანები არიანო, ან კიდე მეო ზელენსკის ბედი რაში მაინც, ანუ ყველანაირად ისე იყო აწყობილი ვიდეო საშუალო სტატისტიკური რეგიონ ან იმერეთის ენაზე, რომ ეს ვიდეო ვახერხებდა და უფრო მეტად მოიცავდა სრულად აი ამ დასავლეთ რეგიონს, ვიდრე ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ყველა NGO და ყველა მედია ერთად აღებული, იმიტომ რომ მას ვაანალიზებდი, ხედავდი რომ რამდენი ნახვები ქონდა აქეთ რა ხდებოდა, რამდენი ნახვები ქონდა ამ კონკრეტულ ერთ ვიდეოს. მე იქ არის მაგალითად სხვა ემართულებები, რომელიც არის დაუშვათ ქუჩურ ენაზე, ან თინეიჯერების ენაზე, ან იყენებენ ძალიან ხა, აი ერთი მაგალითი ქუთაისში რო გამოჩნდა ის ბიჭი, რომელიც ამბობს ნუგეჩინია, ხო ეს სასაცილო ის რო არის რა. დავაკვირდი, მე კი ახლა ნაცნობა მქონდა, რომ აი ამას ახლა უეჭველი ძალიან გავარდა, ბევრი ხალხი უყურებს, სახელმწიფო რას გააკეთებს. და არ გადის 2-3 დღე და ეს ადამიანი უკვე ჩდება იმაში, რა ქვია, შეკვეთილში, ხალათში, შეკვეთილში არის და უკვე აი ამ სახელმწიფო სისტემას, რომელსაც გააჩნია საკუთარი, ასე ვთქვათ, არახილვადი, ფარული ესეთი ბიზნეს და კულტურული ელიტები, რომლებიც ახერხებენ იმას, რომ თუ კი ვინმე ჩნდება ცნობადი, ამ ადამიანებს იახლოვებენ და ითხრევენ და რაღაცნაირად ამ ადამიანებს აჩვენებენ, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მესეჯების ფართოდ გაჟღერება, ხო? ამ ქალბატონის შემთხვევაში ჩემი ამოცანა იყო ის, რომ ვინც ქუთაისში გადაიღო, ხო, ჩემი ამოცანა იყო ის, რომ იმ ადამიანებმა, ჩემმა ახლობლებმა, მეზობლებმა, ნათესავებმა, რომლებმაც დაალაიქეს, ჩვენი მოიწონეს და გააზიარეს, ძალიან გულზე მოხვდა, იმიტომ რომ მეთქი ასეთ პროცესში ვართ, გვირთხავენ, ცემენ 500 იმ დღეებში მოხდა რა ერთ კვირაში. 500 ადამიანი, 600 ადამიანი დაიჭირეს, რა ვიცი, მეც ყველას მოხვდა, დავრბოდით ხედაღამე და რატომღაც რომელიღაც ქალბატონმა, რომელმაც ასე ისაუბრა, ეს ყველაფერი მოიწონეს და იმუშავა. ჩემი ამოცანა იყო, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს მოიწონა, ამათვის მიეწოდებინა კონტრპასუხი თუ რატომ არის ეს ნარატივები მცდარი და რა გავაკეთე. მოხდა ის, რომ ის მონაკვეთი ამ ვიდეოდან, სადაც რომელიც ყველას სასაცილოდ მომეჩვენა, სადაც ეს ამ ხალა ქალბატონი ზის, დიდი წონითაც დიდი ქალბატონი იყო ბაზარში და ამბობს აი ეს მონაკვეთი მიაუს რო იძახის, ეს მონაკვეთი ამოჭერი და ეს არის პირველი წამნახევარი და 3 წამის ეფექტი. ანუ ამ მონაკვეთი დავიწყე და ანუ დავინახე რომ მე რო გადავამოწმე, დავინახე რომ პირველ 3 წამში რომ ადამიანებს რომელიც ფორიუზე ამოუგდო, ხო 90% ამ 3 წამზე გაჩერდა. შემდეგ იყო ეს ნარატივები ჩავშალი, ყველაფერს ვერ აჩვენებ, იმიტომ რომ მე სკოლავენ, ამ ნარატივები რომელიც თავარი იყო ამ ქალბატონის სიტყვების ჩავშალე, ანუ ეს იყო შემდეგი 10-15 წამი, მაქსიმუმ 15 წამი და ამის შემდეგ ადამიანი უკვე 15 წამითაც დავიჭირეს 70%, დანარჩენმა 20-მა ასკროლა. უკვე დავინახე რომ 100,000 ადამიანი უკვე შენს ხელში, ანუ ეს ვიდეო როგორ იყო აწყობილი. შემდეგი წინააღმდება იყო ის, რომ ქალბატონმა მეც ვიზუალური ეფექტი შევქმნი, მქონდა წმინდა გიორგის ეს რაღაცა ჩაცმული ხუდი და რა ვიცი, აუთენტურად ჩვეულებრივი ქართველი ადამიანი, რომელიც არ გავს რაღაცა ასენი როგორც აშინებენ, რა ვიცი, 1000 ჭინკებით და რაღაცეებით ამ ჩვენ მოსახლეობას, ხო, წამლავენ. თავად უმეტესობა თავად რომ არიან და იმის თქმა მინდა რომ
შემდეგი წინააღმდება იყო ამ პირველი ეფექტის შემდეგ მოდის ესეთი რაღაცა, რომ თავარი არის პირველი წინააღმდება. პირველი წინააღმდება, რომელთაც უნდა გადახვიდე მომდევნო სამ წინააღმდებას. პირველი წინააღმდება არის ასე ვთქვათ, რომელიც ახსნის ფაქტს და შემდეგი სამი წინააღმდება არის მოკლე პოინტები, ასე ვთქვათ, სამი არგუმენტი და შემდეგ უკვე გადადიხარ ემოციურ ნაწილზე. აი ეს არის სადღაც ერთი წუთნახევრის შემდეგ ხდება, გადადიხარ ემოციურ ნაწილზე, სადაც უკვე ემოციურად ან ამონათებ მოწინააღმდეგეს, ან მორალს უკითხავ, ან საზოგადოებას ეუბნები მთავარ სათქმელს და ბოლოს არის დასკვნა. საბოლოო ჯამში ეს ვიდეო უნდა იყოს წუთნახევრიდან მაქსიმუმ 3 წუთამდე, იმისთვის რომ ეს ნარატივები გავაქარწყლოთ და შემდეგ ამ ქალბატონს ვეუბნებოდი, რომ ქალბატონო, ანუ მე შემომხედეთ, ანუ მე არც მეთქი ამდენი დღეა აქციაზე ვარ, არც მიაუდამიზახი, არც ასაც იძახდა რა. სასასრულო მომენტი იყო. შემდეგ დავიწყე ის, რომ მეთქი სამაგიეროდ მე ვნახე ქალბატონი, რომელსაც ერთი შვილი მოუკლეს 92 წლის ორთებერვალს ხიდზე, 17 წლის ბიჭი აქციაზე და მე ხაინდრავდა იმის ხალხმა და მეორე შვილი დაიჭირეს ისე, რომ ეროვნული დროშები წაართვეს, გაჩხრიკეს სახლი და დამამცირებლად და ეს ქალბატონი, რომელიც გამოდის აქციაზე, დარწმუნებული ვარ, ახლა აქ იქნება, აქეთ გვამხნევებს ყველას. და წარმოგიდგენთ, ხა ერთი შვილი მოუკლეს ამ რუსულმა რეჟიმმა, მაშინდელმა და მეორე შვილი ახლა დაჭერილი ყავს. და მედგრად დგას უტეხა და აქეთ გვამხნევებს, ხო? ეს იყო ერთი წინააღმდეგე. მეორე წინააღმდეგე ეს იყო, რომ დემდილმა ზამირ კოკოსკირმა თავი დაიწვა, ხო? ასეთი რაღაც მოხდა. ეს ადამიანები ვნახეთ. შემდეგ და ეს მოყოლებული იყო რაღაცა 4-5 ყველაზე ემოციური და მძიმე სათქმელი, თუ რა კატეგორიის ადამიანები შეიძლება აქ იდგეს, რომელიც არის ჩვენი მეზობლები და ჩვენი საახლობლო. არის ეს ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივია დაზარალებული, მძიმე დაზარალებული ადამიანები. ანუ ეს ემოციური ნაწილი მან უნდა გაეთავისოს ის, რაც არ უნდა კონტრარგუმენტი მოიფიქროს, პროპაგანდისტული, ხო? მას უნდა შერცხოს ამ ყველაფრის და უნდა თქვას, რომ მე ჩემი თანამოქალაქეების წინაშე არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ ვიღაცას შვილი მოუკლეს, ვიღაცამ თავი დაიწვა და არ არის ახლა არც და აქ გადავდივართ უკვე 5 მთავარ პუნქტზე. ეს მთავარი პუნქტი ამ ვიდეოში მორალურ ნაწილში არის, აი რაც ახლა ჩვენ გვესმის ხოლმე ხო სამეზობლოში და ყველგან, რომ რაღაც ქართველებს, ანუ კონსტიტუცია და ეს კანონები და რაღაცამ სანამ ყველა მივალთ სიტუაცია, ხო? მარტივად გვესმის ხოლმე სამართლიანობის ახმა და გაგება. და ეს არის 5 რაღაცა რა. ანუ უნდა იყოს ვამბობთ ხოლმე ესე რა. არის თუ არა პირველი ყოველთვის მე ჩემი დაკვირვება არის ქართველებში, ყოველთვის ქართველი ადამიანი უყურებს იმას, რომ არის თუ არა ადამიანური. ნებისმიერი საქციელი ჯდება თუ არა ადამიანურ ლოგიკაში და გვაქვს ამის წარმოდგენა ქართველებს, თუ რა არის ადამიანური ლოგიკა. შეიძლება ხანდახან იყოს სიტყვაზე შემდეგ პუნქტებში ვუწყო და მაშინ ჩამოვთვლი და ადამიანური ლოგიკა. მე გაგვაშნა ესეთი წარმოდგენა, რომ ქრისტიანული ეს ახლოს არის ადამიანურ ლოგიკასთან, ანუ ეს არის კაცური, ეს კაცური ქალური, კაცური, ვაჟკაცური და ესეთი ქცევა. არის ესეთი ქცევა, რომელიც არის აუცილებლად ხო ადამიანური, ქრისტიანული, ეს კაცური ქცევა და არის ასევე ეს რა ქვია ხო რატომღაც აი ჩვენ ვიცით რომ პირდაპირ უნდა ვთქვა ეს მეხუთე პუნქტია და მეოთხესაც ანუ ბოლოს უნდა ვთქვა ესეთი რაღაცა რომ ჩვენ რატომღაც ჩვენ საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის დროს როცა არანაირი სამართლიანობის პოვნა არ შეგვეძლო იმ სისტემაში ზოგიერთი ადამიანი მიმართავდა პირდაპირ იმას რა ქვია ხო ანუ სხვადასხვა ავტორიტეტებს ასე ვთქვათ კანონიერი ქურდები იყვნენ, ავტორიტეტები იყვნენ და ზოგიერთი ადამიანი მაშინ რატომღაც გრძნობდა რომ შეიძლება რაღაც დოზის სამართალი ეპოვნა აი ამ ინსტიტუტში, ხო? და ეს არის ქურდული გაგება და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ესეთი გაგება, რომელიც თავარი რაღაცა აწარმოებს, რაღაც თავარ წარმოდგენებს, ხო, სამართლიანობაზე, ეს გაგება ჩვენ საზოგადოებაში საბოლოო ჯამში ცოცხლობს რაღაცას ქუჩის დონეზე, ხო, რომლებსაც ესენი იყენებენ არჩევნებში და ყველგან. ხო, აქედან გამომდინარე, აი ეს თავარი 4 ხო, ესე იგი ქართული, ადამიანური, ქრისტიანული, ქართული, აი ეს რაღაცა ქუჩური გაგება და რომელიღაც ამჩება და ხარ არ იხსენებ. ანუ მაშინ ემოცი ბოდიში არ გამოსულა არაზროს მით უმეტეს ღია სივრცეში. ანუ თავარი ხო, ქრისტიანული. ხო, და ანუ ისე თქვა მინდა. საბოლოო ჯამში აი ამ კონტრარგუმენტაციაში და ამ ვიდეოების ჩაწერაში თავარი არის ის, რომ აი ეს 5 რაღაცა უნდა გავწუროთ. რომ ადამიანს არ კონდეს საპასუხოდ არ უნდა დაუტოვო არანაირი არგუმენტი. და ახლა მაგალითად აი ეს ქალბატონის შემთხვევაში იყო ეს 5 არგუმენტი, რომელიც თქვი და ახლა დავუშვათ ერთი მაგალითი იყო ის, რომ აი დავუშვათ აქციები რომ დაიწყო, თქვენს ალბათ აგირეკავდნენ, ესენი ურეკავდნენ საკუთარ, რა ვიცი, დასაქმებულ ხალხს.
ქუჩას ყველას ურეკავდნენ რომ დაერეკათ ჩვენთვის და მან რა გინდათო ხო ანუ დაეშინებიათ ხალხი მეც შემომივიდა ერთი ზარი ქუთაისიდან ვარ წარმოშობილი ადგილობრივი ერთი ესეთი ავტორიტეტის შვილი არის რა ის კაცი დაიღუპა და არის ქუჩის ბიჭია რა ანუ ქუჩური გაგება ესმის და ასე ბლატნოი ხო ანუ ქუჩის ბიჭი არის და მირეკავს და ხა კაი ურთიერთობები გვაქვს იმას თავის ცხოვრება აქვს მე ჩემი ცხოვრება და ერთმანეთს ბავშვობიდან მისვამ და კარგი ურთიერთობები გვაქვს მას სახელმწიფო ამ ყველაფერს იყენებს როგორც კი დამირეკა პირველი მივხვდი ეგრევე აკვიდეკით რუსთაველზე მე მგონი მე-5 დღე იყო თუ მე-6 დღე იყო მივხვდი რატომაც მიერეკავდა დიდი ხანი არ ქონდა დანარეკი როგორც კი დამირეკა ჩემი პირველი რეაქცია იყო ის რომ რუსეთს შევაგინე ან არ ვაცადე რომ თვითონ შეეგინებია ევროპის უსანარჩ შევაგინე რუსეთს და აიყო რა ხდება რატო ეგინე მეუთხარი ანუ რუსეთი რომელიც მეუთხარი გვართმევს ამ კაცურს ქრისტიან რას მელაპარაკა დაიბნა დავით შენ ბიჭო თან ასე ქუთაისურად მე მომბნებოდა რომ შენ კი მაგრამ არ ცხოვრობდი რუსეთში არ ხარ ნამყოფი რაღაცა აგვისტოს მომამდე ცხოვრობდი ემიგრანტი ვიყავი და აგვისტოს მომის მერე ჩამოვედი და ხო ცხოვრობდიო მეუთხარი შენ ხო ცხოვრობდი მეთქი აგინახია მეუთხარი როგორ ცხოვრობენ ოჯახები თქო და ანუ აგინახია იქ მეუთხარი ქაური გაგება მეთქი და შენ რო იქ ცხოვრობდი მეთქი ანუ შენ იქ მიგაშთა რომ ეს ქართულ გაგებასთან ოჯახურში ან კაცურში ან ქალებში ან იმაში ეს მოგწონდა მეთქი და არა ძმაო ბაზარი არ არისო და კარგად იყავიო და მის მერე მილაიქებს ყველაფერს რაღაცნაირად შევახციე იმის გონებაში და სინამდვილეში აქ თავარი პოინტები არის ის რომ რა არის რომ ოჯახურ ფასეულებაზე რუსეთი მელაპარაკება ინცესტის მაჩვენებლით რუსეთი არის სოფლიოში პირველ ადგილზე ან ოჯახში სექსუალური აქტის მაჩვენებლით განქორწინების მაჩვენებლით რუსეთი უსწრებს ევროპას და ამერიკას აი რო გადაამოწმოთ რაც ოჯახური ფასეულობები მოიცავს ამ ყველა მიმართულებით ან რუსეთი არ არის ის სახელმწიფო რომელმაც შეუძლია რაღაცა მითხრას მე როგორც პატარა ქვეყნის მოქალაქეს რომ რაღაცნაირად უფრო მორალურად აღმატებულია სხვა ძალასთან მიმართებით ხო იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა თუ სხვა ძალა თუ საქართველო მაგიდან გამომდინარე ამ ყველაფერს თან ხო დავავიწყდა ეს იმის თქმა კიდე რომ რუსეთში რო ცხოვრობდით კავკასიელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით და იყო ეს კავკასიური солиდარობა და ეს ბიჭიც იქ რო ცხოვრობდა მეთქი ჩვენ ხო კავკასიელები ერთად ვიყავით რამდენჯერ ყოფილა რომ რაღაცა ჩეჩნეთში ომი რო იყო იმ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება მეორე ჩეჩნეთის ომის დროს და მოუთხარ რამდენჯერ ყოფილა მეთქი რომ რაღაცას რასის დახვდნენ კავკასიელებს ხო რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ხო მაგათ თავისი ეს რაღაცა რა ვიცი არ გავიმეორებ ახლა ამ ეპითეტებს და მაგის გამო რამდენჯერ გიჩხუბია და რამდენჯერ ყოფილა მეთქი ერთმანეთი დაგვიწვია კავკასიელებს ხო და კარგი ანუ იმის თქმა მინდა რომ რამოდენიმე მიმართულებით იმისათვის რომ ჩვენ გავარღვიოთ რაღაცა აი ეს ბაბლი რომელშიც ეს ყუთი რომელშიც ჩვენ ჩაგვსვეს მაგას საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რუსთაველი უნდა გადაიკეთოს მანამ სანამ არ მივახდეთ ჩვენს მიზანს მაგრამ ის სისტემა ახერხებს იმას რომ აი ეს ხმა ატომგას რაღაც მათთვის არის პატარა ყუთი რომელიც იკარგება ანუ რომელიც მათთვის არის აი მოდივართ 9 საათიდან 12 საათამდე ძირითადად ყველა სახლშია და იმ სახლში რო არის ის სანამ დაიწყებს ტელევიზორის ჩართვასთან ასკროლვას იქ ყველაფერი განსაზღვრებული აქვს მისთვის აი ამ ქუჩის ენაზე რაღაცა ბაზრის ენაზე მოხუცის ენაზე ბავშვის ენაზე ყველანაირად ხარჯავენ რო იცოდეთ აი ყველანაირად აი მილიონებს ხარჯავენ იმაში რომ აი პოლიტიკოსებს ალაპარაკებენ ჩვენ რო გავაღიზიანო ჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც აი ანუ ახალგაზრდები ანუ საერთოდ რო არ აქვს ცნობადობა ასეთ ადამიანებს უქმნიან კონტენტებს ხარჯავენ ფულს და ყველანაირად მესეჯ ბოქს შეიმუშავებენ მე ამას ჩაშლიან და სხვადასხვა ხალხის ენაზე ამ ყველაფერს ახერხებენ ასე ვთქვათ აზრის წარმოებას ხო ეს იყო პირველი რაზედაც ვამბობთ რომ როგორ ხდება სოციმედიის ალგორითმი როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს ხო მე მაგალითად ყველას ვეუბნები და ეხაც მაგაზე ვმუშაობთ რომ რამოდენიმე კონტრხაზების წარმოება დავიწყეთ იქნება ეს ადამიანურ ქუჩურ იქნება თინეიჯერების ენაზე სხვა ენაზე რომ ჩვენც ვაწარმოოთ ასე ვთქვათ რაღაც დონეზე აი ეს სხვადასხვა მიმართულებები აი აქ ხარის წარმომადგენელი დევნილების მიმართულებით არის აქტივისტი ინგა ახალაია ხო წლების განმავლობაში არის ქუჩაში აპროტესტებს სამირკო კოსკირის აქციაზე განსაკუთრებით აქტიური იყო ხო და ჩვენ ვთქვით რომ მეთქი რამდენი გილაიკებს პოსტ როწერ ხო რამდენი ეს ყველაფერი დავითვალეთ და აღმოჩნდა რომ რაღაცნაირად ეს ალგორითმს ისე იყენებენ ამ Facebook-ზე იმაზე რომ იმ ადამიანებს გაცლიან და სხვაგან მიყავთ უფრო მეტი ნახვები სადაც არის ხო და მე როგორ აღარ უბრალოდ აღარ უგდებს
ავდე კიდე ჩვენ დავისხეთ დევნილების ესე ვთქვათ ცალკე კონტენტის აწყობა TikTok-ზე, ცალკე Facebook-ზე და მოხდა ის რომ დავინახეთ რომ 50000 100000 ნახვა მე დაიწყეს პირადი მოწერა მე აქციაზე უფრო მეტი ხალხი მოვიდა ამიტომ მე მიმაჩნია და ბრძოლის უნიშნელოვანესი მომენტი არის ის რომ ადამიანები რომლებიც სხვადასხვა პროფესიაში არის სხვადასხვა სივრცეში არიან აქტივისტები ან პროფესიის ხალხი ან უბრალოდ ჩვეულებრივი ჰობი გააჩნიათ რაღაცა მიმართულებით ხო ამ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა მოახერხოთ ახლა აქ ვინც ვართ არის რამდენი ადამიანია ხო 500 რა თქვა სიტყვაზე თქვენ ახლა წარმოვიდგინეთ 500-დან 200 აწყობილი კონტენტი და 200 აწყობილი კონტენტიდან სიტყვაზე რა აი დღეში იდება აი 20 ვიდეო ამ 20 ანუ 50 ვიდეოდან დღეში ვარდება 10 ვიდეო რომელსაც და 100,000-დან 9 მილიონამდე ნახვა თვეში ხო გამოდის რამდენი თვეში ხო გამოდის ანუ არ ვიცი 300-მდე 500 მარტო აქ ვისყოფებით ახლა ხო თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ჩვენ ყველამ ვისაც ზოგს სპორტი უყვარს ზოგი ფლორისტია ზოგი აქტივისტი არის რომელიც აშუქებს აფხაზეთის საკითხებს ხო ამ ყველა რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ის რომ აი ამ ყველაზე მეტი ტვინების ბრძოლა რომელიც მიმდინარეობს აქეთ ამის ალგორითმები იქნება ახლა სხვადასხვა ძალიან მომწონს ის რომ მედია რომელსაც დაარტყეს გადმოდის YouTube-ში ხო და ბევრი პოდკასტები ხდება იმის პოდკასტი ან ძალიან ბევრი პოდკასტები არის ამ ბოლო დროს რასაც თავისი გავლენა და დადებითი ეფექტი გააჩნია თუმცა მაინც უფრო ნაკლებად ხედავ იმ კონტენტს რომელიც არის ზუსტად აი ამ ყველაზე მეტი ასე ვთქვათ მოწყვლადი ანუ ყველაზე მეტი ნახვადი ეს არის აი ეს წუთიდან 3 წუთამდე ვიდეოები და ახლა მინდა ერთი ესეთი მაგალითი მოვიყვანო იმყოფებოდით მოკლედ სამუდამო პლატფორმა შეიქმნა ახლა არის იქ ინსტაუბრე შეიქმნა სხვა პლატფორმებია რომლებიც ცდილობენ რომ ეს ყველაფერი გაშალონ და პროპაგანდას დაუპირისპირდეთ ამასთან ახლა იმყოფებოდით ასეთი აქციის ტაუერში ვიყავით მისულები და ბევრი ცნობილი ადამიანი იყო იმ მომენტში როდესაც შევედის შენობაში და დაცვა რომელიც იქ იჯდა დაცვამ შემოხედა და მოუნება რომ ახლა საქმეა ო შმაგი შენ არა ხარო ან გამომწერი ვარ შენიო არადა მე სიტყვაზე ხო ცნობადობა ბევრად ნაკლები მქონდა სიტყვაზე საზოგადოებაში და ბევრად ნაკლები მაქვს ვიდრე ამ ადამიანებს მე გამოიზახეს კურიერი საჭმელი მოიტანა რაღაცა და კურიერი შემოვიდა ამათ რაღაცები მოიტანა საჭმელი ყველაფერი ტელევიზიის ხალხს რა და მე მოგნება რომ შმაგი შენი გამომწერი ვარ ჯიგარი ხარ კარგად ხარ მე გამოდივართ იქ ტაქსის მძღოლს ჩავუჯექ ტაქსის მძღოლმას იგივე მითხრა და მაგ მომენტში მე ამათაც სიტუაციურად ვოგნები რომ მეთქი ეს ადამიანები რომლებიც მუშაობენ დღე-დაღამი ხო ჩვეულებრივი ხალხი კურიერები იქნება ტაქსის მძღოლები იქნება დაცვა იქნება ესენი დღე-დაღამი სკროლავენ როსკროლავენ ხო ანუ ეს ძალიან ბევრ სკროლავენ რაღაც ჩვენ რომ იმის ყურადღება მიიწვიო და რაღაცები უთხრა ამას აქვს თავისი ტექნიკა და აუცილებელია იმ ადრე მაგალითად იყო ესეთი ლოგიკა რომ დაუშვათ ადამიანები 9-დან 6-მდე მუშაობდნენ ტელევიზორს ჯიბით ვერავინ არ წაიგებდა სანამ ეს სმარტფონები შემოვიდა და ადამიანები მუშაობდნენ 9-დან 6-მდე 6-დან 7-მდე მიდიოდნენ სახლში 7-დან 8-მდე მიირთმევდნენ საკვებს და ეს 9:30-ზე ასე 9 საათისკენ უყურებდნენ ტელევიზორს და ეს ინფორმაციის გავრცელებას ქონდა საკუთარი ლოგიკა თუ რა ვრცელდებოდა რა ტელევიზიებში იყო და რას ქონდა უპირატესობა ხო ეს ყველაფერი დღეს არის სრულად მოშლილი არ არსებობს არანაირი დრო არანაირი ტაიმკოდი იმიტომ რომ ადამიანები შეიძლება სკროლავდნენ ნებისმიერ მომენტში ამიტომაც აი ეს ტრადიციული მედიის ლოგიკა რომელსაც გააჩნდა 3 საათიანი 6 საათიანი 8 საათიანი 10 საათიანი რაღაცა მიდგომები ხო როდის რა უნდა ეჩვენებინა ეს ყველაფერი თანამედროვე სამყაროში არის მოშლილი და დღეს რაც ახლა მუშაობს არის ის რომ ყველას გაგვაშნია ჯიბეში სმარტფონი და ყველამ უნდა გავუგოთ ელემენტარული ლოგიკა და ავაწყოთ საკუთარი გვერდი ავაწყოთ საკუთარი გვერდი ისე რომ ვიყოთ გულწრფელები რომ ვიყოთ ამისაც საჭირო არის ის რომ ვილაპარაკოთ იმაზე რითაც ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ საახლობლოში ასე ვთქვათ ვისწნობენ იქნება ეს ჩვენი პროფესია რაღაც ჰობი პიროვნული რაღაც მაჩვენებელი თუ რაღაც ისეთი რაც ყველაზე კარგად გამოგდის ამიტომაც ახლა ყველა ჟურნალისტები ვერ იქნებით ყველა პოლიტიკოსები ვერ იქნებით და ყველა აჯობებს რომ ყველა ადამიანმა ვილაპარაკოთ იმაზე რაც იმ კუთხიდან რაც ყველაზე კარგად გვიყვარს და მე გაწმუნდით რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ეხლა აქაც ვინც ხართ შეგიძლიათ ამ გამოცდილების შემდეგ ჩემთან მოხვიდეთ პირადად ხო და დაიკონტაქტებით და მე შემიძლია სანაზლეო დავდო რომ ნებისმიერ აქ ადამიანიდან ორ თვეში მაქსიმუმ ესეთი ამას თავის ლოგიკა აქვს ორ თვეში ნებისმიერს გავხდი პოპულარულს არ აიმგაგებით რომ რაღაცა პროდიუსერი იქნები და რაღაც პოპულარული იქნება და ანუ რაღაცა ანუ როგორ გითხარით იცი არ აიმგაგებით რომ უბრალოდ ვარსკვლავი და რაღაც იქნება
იმ გაგებით რომ ამ ადამიანს ხალხი მოусმენს. ბევრი გამომწერებს დააგროვებს, ამ ადამიანს ხალხი მოусმენს და ეს იქნება აუცილებლად ის რა ქვია, აუცილებლად ასე ვთქვათ დიდ როლს შეასრულებს აი ამ პროპაგანდასთან ბრძოლაში. არის ამის მარტივი ლოგიკა ის რომ კონტენტის აუცილებელი არის დავუშვათ TikTok-ზე აუცილებელი არის ის რომ 3 დღეში ერთხელ მაინც გაკეთდეს ვიდეო, ანუ 10 ვიდეო ერთ თვეში, შუალედებში არის სხვადასხვა ლოგიკა, ამას თავის ტექნიკები გააჩნია, ახლა აქ ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის გამოცდილება მაქვს და რამოდენიმე შემთხვევაში ეს რაღაცა გავიკეთებია აქამდე უკვე. და ამიტომაც ყველანაირად უნდა ბევრი უნდა ვისაუბროთ ამაზე, უნდა ჩავერთოთ და აქაც საღამოს რომ მოვდივართ, ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ურთულესი ბრძოლა არის ბრძოლა ტვინებზე და უნდა მოვახერხოთ ამ თანამედროვე სოციმედიის სამყაროში უკეთ პოზიციონირება და ამხელა მონსტრის დამარცხება, რომელიც არის რუსული პროპაგანდა. დიდი მადლობა. კითხვები თუ შეიძლება შემიძლია ყველანაირად ცოცხალი მაგალითი ვარ ერთ კვირაში 1000 გამომწერი გავდა უკვე ჩემი ლოგიკა აქვს რა ერთ კვირაში ერთად რომ დავიწყეთ სამი კვირის შეიძლება მიკროფონიდან მაგისთან ურთიერთობის დროს სადღაც ერთ კვირაში TikTok-ზე უკვე 1000 გამომწერი ყავდა აფხაზეთიდან დევნილების გვერდს და ძალიან კარგად მუშაობს ეს გვერდი და თითოეული ჩვენთაგანი თუ თავის კონტენტს შექმნის და ამაში შპაგის დაგეხმარებათ, ძალიან კარგი იქნება რუსულ პროპაგანდას დაუპირისპიროთ ჩვენი სამართლებრივი პროპაგანდა. მეგობრებო, კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ რომ დასვათ კითხვები. გამარჯობათ, ძალიან დიდი მადლობა. მიკროფონს მეც მიუჩვეველი ვარ, მაგრამ რამ დამაინტერესა ეს მიაუს ვიდეო მართლა არ ვიცოდი, ეხლა დავსერჩე და დამაინტერესა, ოღონდ რაღაცა შეიძლება გამოვტოვე, ვერ გავიგე და ეს არის ბუნებრივი ვიდეო თუ აი თქვენ რო ბრძანეთ რომ კონტენტი ჩაშლილია. ჩემი ღრმარწმენით ეს არის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ვიდეო. ანუ მიცემული აქვს ტექსტები და მე ესენი. ჩემი ღრმარწმენით, ჩემი დაკვირვებით 99 ესეთი ვიდეო, 99 პოსტი ესეთი ვიდეო რომელიც ხდება, იწერება message box-ი, აგდებენ სხვადასხვა ჯგუფებში, რეგიონებში და ხდება მე უკვე თითქოს და აი ეს უბრალოდ ხალხი ლაპარაკობს. ეს არის ხალხის ხმა, ქუჩის ხმა, იმის ხმა და ამის ხმა და ამას აკეთებ ძალიან კარგად. რო გადახედოთ მაგალითად შალვა კეკელიას იმდენი გამომწერი და ლაიქები და ნახვები აქვს იმის ვიდეოს, რომ სამწუხაროდ ის მამაოები, რომლებიც გულწრფელად ეხა დადიან, ზოგი ტაოკლარჯეში დადის, ეკლესიებს უვლის, ზოგი წყალობს, ზოგი მართლალოცულობს და ჩვენ ქვეყანას და ჩვენ სალოცავებს და ჩვენს ეკლესიებს უვლის დღე-დაღამე ჩაუხრელი, ხო? ის იმათი ხმა თანამედროვე სამყაროში არ ჩანს. ადრე მაგალითად რო არ არსებობდა ეს სოციალები და რაღაც შემიძლია რომ აი იქ არის რაღაცა ხალხში გადიოდა ხმა. ეხლა უკვე ესეთი რაღაცა რომ ყველა მოწყვლადი ვართ, იმიტომ რომ მე მაგალითად არ უნდა ვიცოდე ჯანდაცვა, ხო არ მესმის. ამ ჯანდაცვაზე ინფორმაცია მე უნდა მომაწოდოს იმ ადამიანმა, ვისაც შედარებით ვენდობი. ვენდობი ვის? ეს არის ან სამინისტრო, ან უნივერსიტეტი, რაღაცა გავარდნილი ხმა, რომ აი ამას თუ უსმენთ, ანუ აქედან ჩვენ მივიღებთ უბრალოდ ინფორმაციას და დღეს ეს ყველაფერი სამწუხაროდ სანამ ეს დალაგდება საბოლოო ჯამში. სანამ ეს დალაგდება, აი ამ რუსულ პროპაგანდას, რომელმაც მეთოდებს, რომელსაც ამას ძალიან კარგად აუგეს ქართულმა ოცნებამ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ძალიან კარგად ისწავლეს და ამაში ფული ჩადეს. ყველანაირად საზოგადოებრივი ინსტიტუტები და საინფორმაციო წყაროები და ჩვენ ერთმანეთთან უნდა გავიგოთ ინფორმაციები, რა ხდება სპორტში, ჯანდაცვაში რა ხდება, დევნილების პრობლემებში რა ხდება, სხვაგან რა ხდება, ეს ყველაფერი არის მოშლილი და აქვს რაღაცა თავისი message box-ები, რომელიც მუშავდება სადღაც, რომელიც უკვე იშლება და სხვადასხვა ენაზე აჭმევენ ამ ყველაფერს სახელმწიფო პოლიტიკას, ანუ სახელმწიფოს რა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის პოლიტიკას და რუსულ პროპაგანდას. ძალიან საინტერესო იყო, მადლობა და მაგრამ ვისარგებლებ ერთ კითხვასაც დავსვამ, აი თქვენი დაკვირვებით ყველაზე პოპულარული კი არა, ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელი საქართველოში ეხლა რომელია? თქვენი დაკვირვებით. ჩემი დაკვირვებით მაინც Facebook-ი არის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიყვარს რაღაცა მარტო აი ეს TikTok-ს მაინც გასართობად აღვიქვამთ. ამიტომაც უფრო მეტად საშიში არის, 25 კადრები არის ესეთი ძალიან კარგად დამუშავებული აქვს. მაგრამ Facebook-ზე არის ის, რომ დავუშვათ ნახეთ, მე ვთხარი პირდაპირ ინგას, მეთქი ახლა ვიდეოს რო დადებ, ამას აქ თავის ალგორითმი უნდა გავარდეს. მე უნდა დაელოდო, ყველაფრის გაზიარება არ არის საჭირო, არ არის რაღაც, ანუ რაღაც მომენტში, აი მაგალითად ბექა ყორში ამე ხარ რო დაწეროს ნებისმიერი სტატუსი, 5000 რიჩი აქვს სიტყვაზე, ხო რეაქცია. სიტყვა მათქმენი. ვიოთ გამსახურდია, უნდა იყოს წელში 3 სუტკამ ჩემდნენ შევაგინებ და საუდარ შევაგინებავ.
გამარჯოს ღმერთმა. თევს კაც გეუბნები ჩინჭარა. გაიხარე. აუშა რა ბავი. აგიმარჯოს. სულდა ქართველი თვალებიანი. გაიხარეთ ბატონო. რადგან და მერაბ კოსტავას ზოლას გამარჯოს ნამდვილად. ოღონდ მეთხარ გეხოცები ახალგაზრდაო. შენ გაგებაში ვაჟამშაველავი იყო. ვაჟამშაველა იყო, ჩემთვის არის პირადად ტელეფონზე სტიკერი და ყველგან სურათმა გადაღებული, ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ვაჟამშაველა არის პირადად, იმიტომ რომ მისი ხედვები, რომელიც არის ის, რომ უნდა გიყვარდეს ადამიანი, ამას არც ადამიანის ბედი აინტერესებთ, არც ბუნება აინტერესებთ. ვაჟამშაველმა დაგვიტოვა ჩვენ ის, რომ უნდა გიყვარდეს ადამიანი, უნდა გიყვარდეს ბუნება, უნდა ვიყოთ ჰარმონიაში, ესენი კიდე ანგრევენ ყველაფერს, იქ რაღაცა ეხლა ვიყავით სულორში ჩასულები და კურორტი არის, ხალხო, მერაბ დვალიშვილი სადაც დაიბადა სულორში. სადაც უნიკალური ხალხი ცხოვრობს, ხო? მეწყერს საშიში ზონაა, უნიკალური ადგილია, კარგი ბუნებაა, კურორტი არის და ფესის შაშენება უნდა და დანგრევა უნდა ყველაფერი. ზვიადმა რატო გაატარა მთელი ცხოვრება საპყრობილეში? მერაბ კოსტავა. მერაბ კოსტავაცა და ზვიადმა. იმიტომ რომ რუსული სახელმწიფო უპირისპირდებოდა და იბრძოდა ჩვენთვის, ქართველებისთვის და ამიტომაც მიაღწიეს თავის წარმატებას. კითხვა ხო არ გაქვთ ვინმეს? გამარჯობა. გამარჯობა. მეც თქვენი გამომწარე ვარ და ძალიან მეხმარება თქვენი კონტენტი ბევრი ინფორმაციის მისაღებად, რომელსაც ვახერხებ ხოლმე რომ ჩემით მოვიცი ყოველ ჯერზე. ერთი კითხვა მაქვს, რომელიც გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით TikTok-ზე თუ აზიარებ გარკვეულ კონტენტს და ინფორმაციას მე მქონდა ეგეთ გამოცდილება, აქციები რო დაიწყო, დავდე რაღაც ვიდეო, რომელმაც პირველივე წამს ალბათ შემოყარა, არ ვიცი, 10-ობით ბოტი იქნებოდა თუ ტროლი იქნებოდა და თავიდან რაღაც კომენტარებს პასუხობდი, რომ იმიტომ რომ მივხვდი რომ engagement-ს მიზრდი და მე დავიწყე ამ კომენტარების დაჰაიდება, მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგი ანუ რამდენად სწორიანი მაგის გაკეთება, ანუ ბოტები რო შემოდიან და კომენტარებს წერენ, ძირითადად ერთი და იგივე კი, თვითონ TikTok-ზეც თვითონ აჰაიდებს მაგ კომენტარებს, მაგრამ ერთის მხრივ მე მგონია რომ engagement-საც რაღაც მხრივ ეხმარება და უნდა დავტოვოთ, დავბლოკოთ. არა, უნდა დავბლოკოთ და engagement-ის იმ ნაწილში ეხმარება, რომ პირველი ერთმანეთში ისე არა შეთანხმებულები, რომ მისი კომენტარი პირველი ჩანდეს ან რაღაცა მარტივ ძალიან ბევრი კომენტარები რო არის და გაგდევს, ანუ გითხრევს იმ სამ ვიდეოს უყურებს, ანუ ადამიანებს საბოლოო ჯამში უნდა რომ მიაბას საკუთარ პროპაგანდის, იმიტომ ისინი მე ალაიქებენ მარტო ამ პროპაგანდის აწარმოებ ვიდეოს, ხო, ცალკე. ამიტომაც ანუ მათი როგორც კი ბლოკავ ეს ალგორითმი აღიქვამს ეგრე რომ ანუ შენი გამოწერები და ვისენს შენ ყველაფერი ნახა, არ უნდა წაგართვას იმან რა, აი ამ მიმართულებით და ამით თავიდან მეც მასე მეგონა რომ მეთქი 15 კომენტარი იქნება, ანუ პასუხებ ან რაღაცა engagement-ი გაიზრდება. მას ნამდვილად მე მივხვდი რომ მაგათი ამოცანა დაპირთვა არის ის რომ ეს ხალხი ვინც შემოვიდა და რაღაც ნახა, ეს წაგართვას და აგებუჭას კონტენტი საბოლოო ჯამში. ანუ ეგ უნდა დაიბლოკოს ეგრევე, როგორც კი ატყობთ რომ ეს არის რა ქვია ტროლი და მიზანმიმართული ესეთი message box. მადლობა დიდი. მე 25 კადრი ახსენე. კი. ზოგადად გამიგია რაღაც, მაგრამ იქნებოდა უფრო დეტალურად გითხრათ და როგორ უნდა დავიცვათ რამე ვიდეოები შეგვიძლია მაგალითად ნებისმიერ ვიდეოს ან ავაგდოთ. ბატონო, რა ხდება შეიძლება? 25 კადრის ნაწილში ესეთი რაღაცა. ნახეთ, ანუ ვიღაცას ყავს მაგალითად რაღაც კონტენტი აწყობილი, ხო? დავუშვათ ფლორისტი. რაღაც ფლორისტი არის და აგროვებს იმ ადამიანების აკეთებინებენ ძალიან კარგ ვიდეოს. ვისთან არის ბევრი ადამიანი, ვისაც უყვარს ხო ეს ყვავილებზე, რაღაცეებზე საინტერესო კონტენტი არის და რაღაც ეტაპზე როცა დააგროვებს ძალიან ბევრ გამომწერს, ხო? რაღაც ეტაპზე შეიძლება თქვას ესეთი რაღაცა, ან რაღაც ვიდეო ჩაწეროს, ან რაღაც მე რამდენიმე წუთის მერე რომ ამ ყველაფერს შეიძლება ამ საყვარელ ყვავილს საფრთხეს უქმნის რაღაცა, რა ვიცი, დასავლეთი ან რაღაცა. და ეს ყველაფერი იყო ძალიან შეფუთულად, ისე რომ ადამიანი რომელიც საერთოდ არ ეკოა პოლიტიკაში არაფერში აინტერესებს ფლორა, ფლორისტი არის, ყვავილებზე უნდა კონტენტი ყველაფერი, ის ანუ საჭირო მომენტში ან გაჩუმდება აქციაზე, ან სადღაც გამოვა, ან მარტივად ხდება ადამიანების იმ კატეგორიის მართვა ემოციურად, ვინც დაუშვათ არ არის
დაინტერესებული პოლიტიკით, მაგრამ სხვადასხვა რაღაცა უფრო აინტერესებს რა. ეს ხეთდება სპორტი იქნება, რა ვიცი, ყველა მიმართულებით აკეთებენ ესეთ რაღაცებს და ახლა მაგალითად ერთი გოგო იყო, რაღაც სულ ისეთი ტრენდული რაღაც ვიდეოები ქონდა და რაღაც მომენტში მე შევატყო რომ მეთქი ცოტა სხვა რაღაცებს ამატებს რა და მაგალითად ახლა აი ერთი მაგალითი მაქვს კიდე ამ მიმართულებით რომ რატოლიკი კაცი ქუთაისში ვიყავი ახლა და უნდა ვახსენო ან ეს აქციები რომ დაიწყო ამათ ყავთ თავისი ადამიანები მიბმული სიპებში და ამ ყველაფერში ხო ეს ინფლუენსერები თავისი ან ამ მომენტში რაღაც ეტაპზე მესამე მეოთხე დღეს მიიღეს მათ ეგეთი ბრძანება რომ მაქსიმალურად უნდა ილაპარაკონ ყველაფერზე პროტესტის გარდა. ანუ რაღაცა ეს დავინახე ესეთი რაღაცა რომ რატომღაც წყნარას იყო და უცებ დაიწყო, უთომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. მე ერთი კვირის მერე რა აქციის მერე. და რაღაცა ყველა აქტიურად შევდივარ TikTok-ზე და ყველა აქტიურად ის რატოლიკლიკაძე, რა ვიცი, პონჩიკების იმას არეკლამები და მე ბოტასების რაღაცას არეკლამები და ქუთაისში გაიხსნაობენ და სხვადასხვა მიმართულებებით და რო დაუწერე კომენტარი მეთქი როგორ შეიძლება რომ ეგეთ რაღაცებს ახლა შენ არეკლამებდე და მუშაობდე შორე როცა ადამიანებს აგერ 500 კაცი დაიჭირეს და ამდენი ცემეს და ასეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში თქო ჩემი მხრიდან კონტრპასუხი იყო ის რომ რამენერად მოგვეხერხებინა არა ის რო ხმა ამოიღო გაჩუმებულები უკან მაინც ეს ადამიანები და შეეცვლათ მაგალითად რაღაც აი დებდნენ ხოლმე რომ ესაა მოგზაურობდნენ მასიურად გავხდა და შორს დავაკვირდი მე რკინის თანასწორობიდან ვინც საჯარო მოხელეები იყვნენ რატომღაც იმ პერიოდში შევდივართ ერთი ამბავია და რაღაც არაფერი არ დაუწერია და უცებ ხედავ რომ ჩეხეთში არის რაღაც იგებს კარგი ვიდეოს რო აი ალამაზია პრაღა აქეთ ეს პონჩიკებში ამ სიკით რაღაცა და ცხოვრება აიწყო რა არაფერი არ ხდება ესე მუშაობს პროპაგანდა და ასეთი ისენი აქვთ დავალებები. ამიტომაც ამას უნდა დავუპირისპიროთ საწინააღმდეგოდ. შეიძლება ერთი სიტყვა თქვა ადამიანს. ხოცებით უცხო. არ არის ეს აუდიტორია ის. არ მოგწევთ ყურადღება მე მგონი. ხო. აუ შეგერ უყარ ხარ რა. მაიმ დედას გამომაძოს შენ გაგზავნა. აი ხარ. ერთი რაღაცის გაზიარება მინდა და ეხლა თქვენ ახსენეთ ერთი რაღაცის გაზიარება მინდა და ეხლა თქვენ ახსენეთ რომ ადამიანები რაღაც კონტენტს ქმნიან და შემდეგ რაღაც სხვა რაღაცაზე იწყებენ ლაპარაკს და იგივე გამოცდილება მქონდა Facebook-ზე რაღაც პერიოდი ძალიან პოპულარული იყო ჯგუფების შექმნა და იქნება და ისეთი ჯგუფები როგორც არის რაღაც ქალთა ჯანმრთელობა არ ვიცი, ფლორისტების ჯგუფი, როგორ დავრგოთ ხე და ასე შემდეგ და მე დავაკვირდი რომ ეს ჯგუფები როცა ადიოდნენ რაღაც რაოდენობა ფოლოვერებს, აი რა 200,000 გამომწერი ყავდათ ან 300,000 მე რეიწყებდნენ სახელის გადარქმევას და საერთოდ სხვა კონტენტზე გადადიოდნენ. კი, ჯგუფებს ყიდნენ და ეხა აღმოაჩინა რომ ისეთ ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული, რომელშიც რავი, ჩემით არ გავწერიანდება არასდროს. გამავის და მადლობა რომ შემახსენეთ და ყველაზე მეტად გულიდამს და ერთი ესეთი კარგი ჯგუფი იყო ქუთაისელები ერქვა და ბოლოს დავინახე ბოლო ერთი კვირა რაც რომ მივხვდი რომ ეს ჯგუფის გაიყიდა. იმიტომ რომ ვერანაირად ადმინისტრაციას ვერ დავუკავშირდი და მივხვდი რომ ზუსტად რაც არის აი ეს რამათი ოღონდ ყველას აქვს თავისი დოზა თუ როგორ ემსახურო ამ სისტემა. ზოგი სამოცანა არის ის რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ზოგი პირიქით რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად ხდება, ზოგის გაშავების და ეს გვერდის რომელიც იყო რა ვიცი გვაერთიანებდა ყველას ემიგრანტებს ვინც ამ ქალაქიდან ვართ ეს გვერდის კი შემჩნია რომ ეს გვერდი გაიყიდა და ამიტომ ვერანაირად ვერ გავედი ადმინისტრაციას ანუ საერთოდ შეიცვალა იგივე სახელი ქვია მაგრამ აი საერთოდ შეიცვალა თავისი სტილი და ყველაფერი და ეგ არის სხვადასხვა ამათი ერთ-ერთი მეთოდი მე რაღაცნაირად უკავშირდებიან იმ ჯგუფების ადმინისტრატორებს ვინც არ კაი ჯგუფის შექმნა და თავაზობენ ახლა ამათ უცხო წარმოგიდგენთ ვიღაცა არის სადღაც არის საერთოდ რა ვიცი ქობულეთში ხო აქ რაღაცა კარგი ჯგუფი და ვიღაც ოდეკავს დაუნება რომ 10,000 ლარს მოგცემ ჩვენ გაჭირებულ ხალხს ხო იცი ხშირ ზოგს ვალი აქვს უს რაღაც აქვს დგება და აგ რაღაცა ჯგუფი არის Facebook კიდე შევქნი ან კიდე რაღაცას გავაკეთებ და ყიდის და ეს არის ანუ მოიცოდეთ რა დონეზე მართლა რა დონეზე სერიოზულად უთგებიან და მუშაობენ გავიგნა არ ვიცი მე რასაც ვაკვირდები ყოველდღე პროფესიონალურად სულაფეს ყველაფერი გავაანალიზო და ამიტომაც მაქვს ხოლმე ერთადერთი გულიც ხვდა რომ ოჯახები ვართ, მაგრები ვართ, ვიბრძვით, წარმოუდგენელი პროტესტი ხდება, ასეთი რაღაცა საქართველოში არ ყოფილა რომ ამდენი დღე დაუღალავთ, მაგრამ თუ კი გამონახავთ ენერგიას, რომ უფრო მეტად ჩავერთოთ ამ აქტივისტში, პირადად მე ყველა ადამიანს, ვინც დამეკავშირდება, დავეხმარები აწყობს ეს კონტენტი და უფრო მეტი შედეგი დავდოთ საბოლოო ჯამში.
მადლობა ესეთი საინტერესო ლექციისთვის. მე შმაგის მეგობარი ვარ, აქციების დროს გავიცანი და მაგის მერე დავმეგობრდით და ჩემ გამოცდილებასაც ვიტყვი შმაგისთან ურთიერთობაში. აი ესე ვიყავით საწყის დღეებში, რავი, გვირტყავენ, გვიჭერენ და აკეთებდა კონტექსტს უკვე წელები აფხაზეთთან დაკავშირებით და მე გადაერთო უკვე ამ თემაზე და მითხრა მოდიო შენცო ჩაწერო ვიდეო რაც ბევრი ვიქნებითო რაც ბევრი ვიქნებით უკეთესიაო და ეხლაც მახსოვს მე დიდად ვიდეოები ჩაწერით არ გამოვირჩევი მაგრამ პირველი ვიდეო რაც დამატებინა საერთოდ TikTok-ი არ მქონდა შმაგი შემაქმნევინა არ ვსვარავდი მაგ სოციალურ ქსელს და პირველი ვიდეო რაც დამატებინა თავისი ვიზუალი თავის ყველაფრით პირველივე ვიდეო ავიდა 50000 ნახვაზე რა და როგორ მახსოვს თან ეხლა რას მინდა ხაზი გავუსვათ სასწაული წინაგრძნობა აქვს ამ ვიდეოთი დავარტყით ფოკოს კანქარა იყო ესეთი YouTube ვერდი რა ხო და TikTok-ზე ვერდი არის TikTok-ზეც და YouTube-ზეც ხო TikTok-ზე და YouTube-ზე გაიხსნა ხამს გავსი და მაგასაც ვიტყვი და TikTok-ზე გადიოდა ესე და ესენი გამოდიოდნენ ორნი ძალიან დალაგებული მესიჯებით მე ამიხსნა შმაგიმ რომ ეს დალაგებული სტუდია ხვდებათ იმათ ტექსტებით და უბრალოდ ლაპარაკობენ ხელფასი იღებენ ამაში და ყველაფერი უბრალოდ გამოდიან და ხალხს აბოლებენ იმით რომ მშრალ ფაქტებს იძახიან არ გავიდა რამდენიმე თვე და ერთ-ერთი მათგანი დაინიშნა ყაველაშვილის მრჩევლად ხო და მაშინ გამახსენდა შმაგის წინასწარმეტყველება რომ ესენი პირდაპირ იმართებიან იქითგანო ეხლა რა მოხდა ხო ესენი ჩაიხსნენ ფოკოს კანქარა უკვე აღარ აქვთ აღარანაირი ლეგიტიმაცია იმის რომ ისაუბრონ როგორც არა ობიექტურმა არამედ უკვე სუბიექტურები არიან იმიტომ რომ წარმოადგენენ უკვე მხარეს გაიხსნა უკვე ახალი გვერდი YouTube გვერდი ქვია ტვინის გასაღები ზუსტად ორივე ზის ეგრე ლაპარაკობენ ერთმანეთში და ფაქტებს ესაუბრებიან ხო და ასე რომ ვთქვათ პიროვნებები იცვლებიან მაგრამ ესე რომ ვთქვათ მეთოდები რჩება ერთ და იგივე რა ვინც უკვე გაიშიფრებიან ისინი უკვე ვეღარ აღძელებენ კონტენტს ძალიან ბევრი შმაგის დახმარებით გაიშიფრა სხვათა შორის უშუალოდ ურტყავდა ძალიან კარგად წერტილოვანი დარტყმებით და აი რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა რომ მართლა კარგად ესმის ეს საქმე და თუ იმეს გიქნება სურვილი შეუძლია რომ დაგეხმაროთ თქვენი კონტენტის რასაც ქვია იმ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ამის განვითარებაში და შემდგომ ხალხთან მიტანაში მადლობა კიდევ ერთხელ შენი საქმისთვის მადლობა გიორგი შეიძლება ერთ სიტყვა ვთქვა ხო ადამიან ხო ხარ საზოგადოება ხო არა ხარ ადამიან ხო ხარ შავთხოვდი ადამიანთა შალტირემ თევსამაღლებსა ჩამბერეთ სული მაღალი შავღაღანებდი ჭალებსა ლოშნედი ხავსიან ლოდებს ყვავილთა ლამას თვალებსა ანესანისა ფიქრობდი მიშველის შამიბრალებსა გობდი კამკამაწყარო სამშობლო სამიწვანებსა არ იქნა არსით რამერგო ობორსა უპატრონოსა სულთგმული დღესაც სულთგმულობ მომაბაბისარ ძულითა ნაგზნობი ჩემის გულის არ ვიწონია ფულითა მიყვარს ხელს ურთხეობა წმინდა ფშაურის გულითა მიყვარს მთები და ველები გულმკერდით დაქარგულითა ვინ იცის ვინას ცხონდებით და ვინ წავწყდებით სულითა ვიჭობა 1000 სახის მქონია ვისაც სიკვდილი აშინებს ის ბიჭად არ მგონია ხონეთის გაძახურანი აღმაშ ფოთარის ხმებითა ჩვენ გონებაში გვაგდებენ რადგან ხშირად ავწდებითა გულითა ცოცხლობთ ისევა როცა ლეში თავყდებითა ვინც გვყვარს მათ სანახავად საფლავებიდან დგებითა
შემთხოვნარი ოღონდ გრიგალმა წამიღოს სახლიან არა გვიანად აქვს კითხვები კიდევ? Სმაგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო საინტერესო ლექციისთვის. მეგობრებო, საპროტესტო აუდიტორიას აქვს სოციალური ქსელები, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი. გამოგვიწერეთ. ასევე ჩვენ დავრეგისტრირდით ესეთი პლატფორმა არის Free Donation-ი. შეგიძლიათ აგვეხმაროთ დონაციის სახით ჩვენს განვითარებაში. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება, ერთად გავიმარჯვებთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.